ჭავჭავაძის თითქმის ნახევარი გამოიარეს უკვე მარშის მონაწილეებმა. ხედავთ, რომ ბრძოლობის მონაწილეები ამ შემთხვევაშიც აქაც სიმბოლიკით ანთებული სანთლებით მიემართებიან რუსთაველის გამზირისკენ, სადაც დღეს კიდევ ერთხელ ყველა მოქალაქე დღესასწაულს შეხვდება ერთად სხვა მოქალაქეებთან ერთად და შობის საღამოსაც ამჯერად გაატარებენ და აღნიშნავენ ერთიანობით ერთად რუსთაველის გამზირზე. გესმით შეძახილები საქართველო, ხედავთ ადამიანებს ანთებული სანთლებით, რომელთა სათქმელის და მოთხოვნებიც არის უცვლელი უკვე მე-40 დღეა და ასეთ მნიშვნელოვან დღესასწაულებსაც გეგმავს და ხედავთ, რომ უკვე ეს გეგმა სისრულეშიც მოჰყავთ, რომ გაატარონ ერთად და იდგნენ ქუჩაში მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. შეგვიძლია ამ ადამიანებს გავესაუბროთ პირდაპირ ეთერში, მათი პოზიცია, განწყობა და მოლოდინები გავაცნოთ მაყურებელს. თათია მექვაბიშვილს ხედავ, მასთან გავაგზავნებ პირდაპირ ეთერში საუბარს. თათია, პირველ რიგში კითხავთ დღევანდელ განწყობაზე, შობის საღამოს დღეს ერთად შეხვდება ისევ მოქალაქეები. რისი მანიშნებელია უკვე მე-40 დღეს უწყვეტი პროტესტის დღეს ისევ ერთიანობა ადამიანების და რის იმედს გაძლევთ სწორედ ეს ერთიანობა? ჩვენ ამ ერთიანობით ვამბობთ, რომ მოვახდინეთ სასწაული და შობაც ხომ სასწაულების ახდენის დღეა და ამიტომ ისევ ერთად ვდგავართ და სასწაული მდგომარეობს იმაში, რომ დაიბადა ახალი საზოგადოება. მე ვთვლი, რომ ჩვენ ეხლა ყველამ ვიპოვეთ ერთმანეთი და ძალაუფლება ეხლა არის ქუჩაში. ძალაუფლებას საწყისი არის ხალხი და ეხლა ეს ადამიანები უკვე მართლა მე-40 დღეა ვდგავართ წარფშეუხრელად და ვითხოვთ ჩვენი ქვეყნისთვის ევროპულ მომავალს. ამისთვის საჭირო აუცილებლად დაინიშნოს ახალი არჩევნები, ეს გჭირდება ყველას. იმიტომ რომ ქვეყანა გადარჩეს. იმიტომ რომ შევძლოთ, ვიყოთ ღირსეული თანამეგობრობის ღირსეული წევრები, ამიტომ ჩვენ არ დავიღლებით, ნამდვილად დასაკარგი არაფერი არ აგვაქვს და ეს დღევანდელი დღეც და მომდევნო დღეები, სანამ არ მივაღწევთ ამ ჩვენ დასახულ მიზანს, რაც ჭირდება ჩვენ ქვეყანას, არ დავიღლებით. მე მგონი უკვე დავამტკიცეთ, რომ ჩვენ ვართ ყველანი ერთიანები ამ მოთხოვნაში და ეს მდგომარეობს იმაში, რომ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები და უკანონოდ დაკავებული ყველა ადამიანი დაუბრუნდეს თავიანთ ოჯახებს, იმიტომ რომ მათ არაფერი დაუშავებიათ, ისინი იდგნენ და იბრძოდნენ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ამიტომ მეგობრებო, გამოფხიზლდით, თორემ მე მართლა ძალიან გვიან იქნება, ჩვენ გჯერა რომ სოფლიო საზოგადოება ჩვენთან ერთად და ჩვენ ქართველი ხალხი ვისიც არის ეს ქვეყანა, აუცილებლად გავიმარჯვებთ და ასე ერთიანად ვიდგებით, მანამ არ დავამარცხებთ ბოროტების იმპერიას. მადლობა თქვენთვის არ მithავს აუცილებლად უნდა ვთქვათ, თქვენი წარფშეუხრელი შრომისთვის ეს არის წარმოუდგენელი, რომ არა თქვენ არ იქნებოდა არც ერთი სიტყვა გაგონილი არავის მიერ. მადლობა კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა. თათია მექვაბიშვილს უსმენთ პირდაპირ ეთერში. მოქალაქეების პროტესტს ნამდვილად აქვს შედეგი და ეს დამტკიცდა ამ 40 დღის განმავლობაში, თუმცა კრიზისიდან გამოსავალი ჯერ არ დამდგარა და სწორედ ამის გამო იბრძვიან მოქალაქეები, განაგრძობენ ქუჩაში საპროტესტო აქციებს. ნინო ორდენიძესაც ხედავ, მასაც ვკითხავ, ქალბატონ ნინო, თქვენ როგორ ხედავთ პროცესების განვითარებას? ხედავთ, რომ მოქალაქეები არ ნებდებიან ყოველდღიურად ქუჩაში დგანან, სხვა ნაბიჯების საჭიროებას თუ ხედავთ, ამ პოლიტიკური პროცესების განვითარებასაც როგორ ხედავთ ამ პროტესტის პარალელურად? დღეს უკვე მე-40 დღეა და მოქალაქეები უკვე ისე დაუღალავად ვართ ქუჩაში და ეს უკვე იმის მანიშნებელია, რომ არავინ არ აპირებს სახლში შესვლას. არავინ არ აპირებს სახლში შესვლას იქამდე, სანამ არ იქნება შესრულებული ჩვენი მოთხოვნები. ეს არის ხელახალი სამართლიანი არჩევნების დანიშვნა და ჩვენი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ყველა იმ რეჟიმის პატიმარი მინდა რომ მოვიკითხო აქედან, მივულოცო მათ დღევანდელი დღე და ვუთხრა, რომ ჩვენ ყველანი ყველაფერს გავაკეთებთ და მათ აუცილებლად დავიხსნით იქიდან.
მადლობა ნინო ორდენიძეს უსმენდით პირდაპირ ეთერში დღევანდელი მსვლელობა დღევანდელი აქცია ნამდვილად არის განსაკუთრებული მსვლელობა რომლის მონაწილეებიც ახლა მიემართებიან რუსთაველის გამზირზე და დღეს ქაშვეთის ტაძრის მიმდებარედ იქნება შეკრების მთავარი ლოკაცია სადაც შობის დღესასწაულს მოქალაქეები ერთად შეხვდებიან ოდნავ წინ გადავინაცვლოთ რომ სხვა მოქალაქეების პოზიციაც მოვასმენინოთ მაყურებელს პირდაპირ ეთერში ეს ადამიანები შეძახილებით პარალელურად საშობაო გალობით და ანთებული სანთლებით ამ ფორმით მიდიან რუსთაველის გამზირისკენ. სოფო ხუნწარიას ხედავ ზურა ხო რომ დავდგეთ წინ კადრი ვაჩვენოთ მაყურებელს თან შეგვიძლია რომ სოფო ხუნწარიას გავესაუბროთ პირდაპირ ეთერში ვართ კითხავთ თქვენი განწყობის შესახებ და მოლოდინის შესახებ ეს პროტესტი რომელსაც ხედავთ უწყვეტად ხალხი არ ნებდება არ იღლება რა შედეგი დასრულდება და როდის დადგება კრიზისიდან გამოსავალი რომელსაც ასე ელის მთლიანი საზოგადოება ხალხი არ დაიღლება და არ დანებდება ამასაც ხატყობს ყოველი დღე ყოველი ჩვენი ერთად შეკრება დღესაც ხედავთ რომ ჩვენ ერთად ვარ და რუსთაველზე შევუერთდებით ჩვენს მეგობრებს ძალიან ბევრი ლოკაციებიდან მოდიან ადამიანები გალობით შეძახილებით და ყოველ დღე ვიდგებით იქამდე სანამ არ მივიღებთ ახალ არჩევნებს და სანამ თითოეული პატიმარი არ იქნება გათავისუფლებული ეს არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და რა ვიცი მე მგონი ჩვენმა მაყურებელმა ძალიან კარგად იცის რომ არავინ არ დაიღლება ამ პროტესტში იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ჩვენ სამშობლო აღარ გვექნება და სამშობლო არის უპირველეს ყოვლისა და ყველაფერი დანარჩენი მერე დიდი მადლობა განწყობა მოქალაქეებში არის ასეთი მათ აქვთ ობიექტური მოლოდინი იმისა რომ ეს პროტესტი რომელსაც ხედავთ ჩვენ უწყვეტად 40 დღის განმავლობაში აუცილებლად გამოიღებს შედეგს და ის მოთხოვნები რომელიც აქვთ მოქალაქეებს და ორი ძირითადი მოთხოვნა კარგად იცის საზოგადოებამ ახალი არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება საბოლოოდ მაინც მოუწევს ოლიგარქის გუნდს მიუხედავად იმისა რომ ჯერჯერობით ამას არაპირებს ხედავთ ჩვენ იმასაც რომ ამ დღეების განმავლობაში უწყვეტმა პროტესტმა ნამდვილად შეასრულა თქვა თავისი სიტყვა და ამის ბევრი მაგალითი ვიხილეთ ხედავთ საერთაშორისო წნეხსაც ამიტომ მოქალაქეებს მოლოდინი აქვთ რომ მათი პროტესტის პარალელურად ასევე პოლიტიკური პარტიების მხრიდან გადადგმული ნაბიჯების და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის შედეგად აუცილებლად იქნება მიღწეული შედეგი მსვლელობა გრძელდება ჭავჭავაძის გამზირზე ეს ამ მარშის მონაწილეები ჯერ მივლენ რესპუბლიკის მოედანზე შემდეგ კი ქაშვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე სადაც დღეს ყველა ის მსვლელობა რომელიც დაგეგმილია და რომელიც უკვე მიემართება რუსთაველის გამზირისკენ თავს მოიყრის ამ ლოკაციაზე და დღესაც ისევე როგორც წინა სხვა დღესასწაულებზე მოქალაქეები ერთად აღნიშნავენ ამ მნიშვნელოვან დღესასწაულს და საკუთარ ურყევ პოზიციას კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ